ხშირად მეკითხება ჩემი პაციენტები. ხერხემლის პათოლოგიის დროს ამინდის ცვალებადობა რატო ამწვავებს პაციენტის მდგომარეობას? განსაკუთრებით ტკივილის მატება წელისა და კიდურების არეში. საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და მასზე მოქმედებს რამოდენიმე გარემო ფაქტორი. პირველი ფაქტორი ატმოსფერული წნევის ვარდნა. როდესაც ამინდი უარესდება და ატმოსფერული წნევა ვარდება, ამ დროს სახსარში, ხრტილში, ხერხემლის არხში, სადაც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, იზრდება შეშუპებისა და ზეწოლის პროცესი, ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ხერხემლისა და ზოგადად სახსრების დეგენერაციული ცვლილებების დროს, მაგალითად, ოსტეოქონდროზის, სპონდილოართროზის, მალთაშორისი დისკის თიაქრის და სახსრების ართროზის და ართრიტის დროს. მეორე ფაქტორი არის ტემპერატურის კლება, ანუ სიცივე. ცივ ამინდში კუნთები და სიზარღვები სპაზმირდება. სისხლის ნაკადი მცირდება ქსოვილებში, რაც იწვევს კუნთებისა და ნერვის მიმდებარე ზონაში გამჭოლ ხასიათის ტკივილს. მესამე ფაქტორი არის ჰაერის ტენიანობის მატება. ტენიანი და ნესტიანი გარემო აფერხებს ქსოვილების რეგენერაციას და ზრდის ანთებით პროცესს. ეხლა როგორ შევამციროთ ამინდის ზემოქმედება? პირველი, სხეულის თბილად შენარჩუნება. მეორე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. მესამე, ძალიან კარგია ფიზიოპროცედურები, კერძოდ ელექტრომაგნიტური თერაპია და ლაზეროთერაპია.